მადია თუ და მოკტა შეგოქრა შენა მადია აი დედის პულის ხამე 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის პროევროპული აქციების მონაწილეებისადმი ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დღემდე არც ერთი სპეცრაზმელი არ დაუგავებიათ. სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ 50-ზე მეტი დემონსტრანტის მიმართ დაიწყო. ამ ბრალდებულებს შორის უკრაინის ორი მოქალაქეცაა. თავშესაფრის მაძიებელი რუსლან სივაკოვი და სერგეი კუხარჩუკი გახმაურებული 11 პირის საქმის ფიგურანტები არიან. სხვა ბრალდებულების მსგავსად, მათ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ედებათ ბრალი. რუსლან სივაკოვი 2024 წლის 28-29 ნოემბერს მძიმე საგანს იცვლის სამართალდამცველების მიმართულებით. 2024 წლის 28-29 ნოემბერს სერგეი კუხარჩუკი ქვებს ისრვის სამართალდამცველების მიმართულებით. დაზარალებულად აღიარებული 37 პოლიციელიდან ვერც ერთი ვერ ადასტურებს, რომ ზიანი მათ რომელიმე ბრალდებულმა მიაყენა. პროკურატურა მტკიცებულებად თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ რამდენიმე წამიან ვიდეოებს იღენებს. მაგალითად, ამ კადრში არ ჩანს, რას ისვრიან კუხარჩუკი და სივაკოვი, ან ხვდება თუ არა ეს ნივთი რომელიმე პოლიციელს. როდესაც ბრალდების მხარე საუბრობს, თითქოს ჩვენი დაცვის ყოფებს ხელში უჭირავს ქვა, მე იმ ქვასთან დაკავშირებით საუბრობ, რომ ეს არის ნაცისფერი ქაღალდი. მანამ სანამ ბრალდების მხარე მტკიცებულების სახით არ დამიდასტურებს, აღნიშნოს, რომ ეს არის მართლაც ქვა არ იქნება ამოღებული, არ იქნება შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარებული და ასე შემდეგ საგამოძიებო მოქმედებები, მანამდე კითხვის ნიშანი არსებობს და ეს კითხვის ნიშანი უნდა გადაწყდეს არა ბრალდების და სახელმწიფო სასარგებლოდ, არამედ სინდისის პატიმრის ბრალდებულის სასარგებლოდ. უკრაინელი პატიმრების ადვოკატი ასევე გვიხსნის, რომ დარღვევები მათი დაკავების დღიდანვე იკვეთება. ასევე რამდენიმე დღის განმავლობაში არც ერთ უკრაინელ ბრალდებულს საქმის მასალების თარგმანი არ გააცნეს. შესაბამისად, მათ არ იცოდნენ, რას ედავებოდა პროკურატურა. ბრალდებამ თავიდანვე გაითვალისწინა რა პოლიტიკური კონტექსტი, ის რომ უკრაინაში არსებობს საომარი მდგომარეობა, ის რომ ჩვენ სამწუხაროდ ხელისუფლებებს შორის არ არის კარგი ურთიერთობა, ის რომ სურთ აქციის დემონიზება, შესაბამისად დღეს ყავს ორი უდანაშაულო სინდისის პატიმარი უკრაინის მოქალაქე. ბრალდებულთა ადვოკატები ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაციას მიიჩნევენ. მათ სხვადასხვა საგნები ისროლეს პოლიციელების მისამართით და გამოიყენეს ასევე პიროტექნიკური მოწყობილობები. შესაბამისად, ბატონო მოსამართლე, მათ ამ ფორმით გაუწიეს წინააღმდეგობა პოლიციელებს და ჩაედინეს ჯგუფური ძალადობრივი დანაშაული. ბრალდების მხარემ 13 ტომი მასალა შეკრა, წარმოადგინა სასამართლოში, მაგრამ ვერ ადასტურებს ვერც ერთი მტკიცებულებით ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში სინდისის პატიმრების მონაწილეობას. ჩვენ შევეცადეთ ამ საქმის ირგვლივ არსებული კითხვები პროკურორისთვის დაგვესვა. მტკიცებულებები რამდენად მყარია? ჩვენ არ გვინდა რომ თავფრივად იყოს რამე თქვენი პასუხი. ბოდის კითხვის კომენტარს ვერ გავაკეთებ, ძალიან ვჩქარებ. კუხარჩუკისა და სივაკოვის წინასწარ პატიმრობას პროკურატურა მტკიცებულებების განადგურების, დანაშაულის განმეორებით ჩადენისა და მიმალვის რისკის გამო ითხოვდა. სამმა სხვადასხვა მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა, ქეთევან ჯაჭვაძემ და ირაკლი შვანგირაძემ ბრალდების მხარის ეს მოთხოვნა სამივეჯერ დააკმაყოფილა და ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლეთა გადაწყვეტილებაში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი რომ არ იკვეთება, ამას საიაც ადასტურებს. რიგ შემთხვევებში უკვე არსებითი განხილვის ხდომებზე ვაწყდებით მოცემულობას, როცა დაცვის მხარის გარკვეული შუამდგომლობები არ კმაყოფილდება და მათ შორის ისეთი შუამდგომლობები, რომლებსაც აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი. ეს ყველაფერი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სასამართლო არ მოქმედებს დამოუკიდებლად. ბალტიის ქვეყნებმა 100-მდე ქართველი მოსამართლე და პროკურორი უკვე დაასანქცირა. მათ შორის არიან ამ საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა, ასევე მოსამართლეები ქეთევან ჯაჭვაძე და თამარ მჭედლიშვილი. მათი დასანქცირება მოხდა სწორედ იმის გამო, რომ ისინი წარმოადგენდნენ იმ გარკვეული პოლიტიკური დევნის გაგრძელებას, რაც ქვეყანაში არ ახალია და უფრო მკაფიოდ არის ბოლო ხანებში გამოკვეთილი.
უკრაინის აღმოსავლეთ ქალაქებიდან დევნილი რუსლანი და სერგეი საქართველოში შემდუღებლად მუშაობდნენ. დღეს რუსლან სივაკოვი გლდანის ციხეში, განაჩენის მოლოდინშია, ხოლო სერგეი კუხარჩუკი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქსნის მე-19 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. სასამართლო მხედველობაში არ იღებს ინდივიდუალურ გარემოებებს და ბრალდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, მათ საქმიანობას, ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას და ჯანმრთელობას, ვკითხულობთ საიას ანგარიშში. სასამართლო არ ითვალისწინებს, რომ ამ საქმეებზე ბრალდებულ პირთა უმეტესობა გამოირჩევა აბსოლუტურად სუფთა წარსულით და ნასამართლეობა არასდროს ჰქონიათ.